გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო და მორჩა ერთიან ეროვნულ გამოცდებში ტესტი ისტორიაში და შესაბამისად როგორც შეგვირდით მე გავაკეთებ შემდეგი ვარიანტების განხილვას. წელს იყო 3 ვარიანტი და როგორც ხედავთ პირველი ვარიანტი არის გახსნილი. როგორც მოგეხსენებათ ჩვენი პირველი ნაწილი შედგება ტესტებისგან და შესაბამისად, რადგან ტესტებია პირდაპირ, ხო? ვიტყვი პასუხებს პირდაპირ ტესტებს. უკვე ჩვენ არ დავიწყებთ აქეთ რაღაცა განხილვას, თუ რატომ ეგ არის სწორი, თუ ის არის სწორი. შესაბამისად, პირველი ჩვენი კითხვა არის რომელი ინფორმაცია მართებული შუმერების შესახებ. ასევე მეგობრებო, ცოტა ქვევი დავწერ მე პირდაპირ პასუხებს, თქვენთვის თან მოსახერხებელიც იყოს და გასაგებიც. რა თქმა უნდა, მაგათმა შექმნეს ერთ-ერთი უძველესი დამწერლობა, ამ შემთხვევაში D არის პასუხი. გადავიდეთ შემდეგ ჩვენ ტესტზე. მეორე კითხვა არის რომელი ინფორმაცია არის მართებული ძველი წელთაღრიცხვით მე-13-მე-12 საუკუნეების ეგვიპტის შესახებ. აქეთ არის პასუხი, რომ დასუსტა ზღვის ხალხების შემოსევების შედეგად, B. გადავიდეთ შემდეგზე. მცირე აზიაში მდებარე რომელი სახელმწიფო დაიპყრო კიროს მეორე დიდმა. იმედია, ხო? გასაგებია, რაც გროელია. შემდეგი ჩვენი კითხვა. რას ეწოდება ეკლესია ძველ ათანში? ჩვეულებრივად, ხო? ჩვენი სახალხო კრება. აქაც. მეშვიდე კითხვა. ცოტა მალე მივდივარ, მაგრამ ტესტებში ახლა რაც ფაქტია, მეგობრებო, ცხადი თემა ვფიქრობ და ახსნა განმარტებას მაგი არ საჭიროებს. რომელი ინფორმაცია მიღებული რესპუბლიკის პერიოდის რომაული საზოგადოების შესახებ? აქაც პასუხი არის A. პლებეები დიდხანს იბრძოდნენ პატრიციებთან უფლებრივი თანასწორობისთვის. შემდეგი. სხვა მიზეზებთან ერთად, რა იყო ევროპაში ხალხთა დიდი გადასახლების დაწყების ერთ-ერთი წინაპირობა? წინაპირობა რასაკვირველია იყო მომთაბარე ჰუნების მიგრაცია. ეს ცხადი თემა არის ისტორიიდან. მეშვიდე ჩვენი კითხვა. რომელი მსჯელობაა მართებული იუსტინიანე პირველი დიდის რელიგიური პოლიტიკის შესახებ? ის ცდილობდა მონოფიზიტებისა და დიოფიზიტების შორის არსებული სარწმუნოებრივი დაპირისპირების მოგვარებას. D არის პასუხი. მემგეჯდეგი ჩვენი კითხვა. რას ეწოდებოდა ალოდი ფრანკთა სამეფოში? ეს იყო თავისუფალ მეთემეზე დაკისრებულ გადასახადს. თანაც რასაც ვაკვირდები, მეგობრებო, კი გაგვირდებათ, ხო, რაღაცა საკმაოდ მალ-მალე მივდივართ, მაგრამ რთული ტესტები აშკარად არ იყო წელს. რა ძალიან ახარებს და იმას მიუთითებს, რომ საკმაოდ კაი ქულები დაიდება წელს. რა საკითხს აწესრიგებდა დაცვის სიგელი? არკის. შემდეგი. რატომ უწოდეს მე-7-მე საუკუნეში მოღვაწე მეროვინგებს ზარმაცი მეფეები? იმიტომ რომ რეალურად ძალაუფლება მაიორდომებს ჰქონდა და მაგიტომაც. შემდეგი ჩვენი კითხვა. რა საკითხს შეეხებოდა 853 წლის ვერდენის ხელშეკრულება? ერთიანი სახელმწიფოს ოფიციალურად სამ ნაწილად დაშლას. A. ავაგზელოთ, გაიტემპით მივდივართ. სად მდებარეობდა მე-10 საუკუნეში ნორმანდიის საჰერცოგო? ეს მდებარეობდა ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩრდილოეთ საფრანგეთში. მე-13. რა მოიმოქმედა იმპერატორმა ჰაინრიხ მე-4 რომის პაპ გრიგოლ მე-7-სთან კონფლიქტის დაწყებისთანავე? ის მოიმოქმედა, რომ მომხრე სასულიერო პირებთან ერთად რომის პაპის გადაყენებულად გამოაცხადა. D. პასუხი არის სწორი აქეთ.
მე-14. რომელი მსჯელობაა მართებული მე-11 საუკუნეში დაწყებული ჯვაროსნული ლაშქრობების შესახებ? აქეთ ის არის მეგობრებო, რომ გადაცდა გადაიღებული რაუნდების პრობლემა, მათ მიეცეთ სამხედრო მოქმედების ახალი ასპარეზი და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. საქართველოს რომელ მეფეს მიმართეს დახმარებისთვის ჯვაროსნება? მგონი ცხადია ხო მეგობრებო? გიორგი მე-4, ანუ იგივე რაც ლაშა. შემდეგი ჩვენი კითხვა. რომელი მმართველის დროს შილაშქრეს მონღოლებმა პირველად საქართველოში? ჩინგისხაენის დროს, ხო? ვინ იყვნენ პაჟები შუა საუკუნეების ევროპაში? ეს საკმაოდ საინტერესოა, ეს იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც შემდგომში რაინდები უნდა გამختარიყვნენ. ანუ დ. შემდეგი. ვის სახელს უკავშირდება პროტესტანტული მოძრაობის წამოწყება გერმანულ მიწებზე მე-16 საუკუნეში? ის უკავშირდება ჩვენთვის ნაცნობს მარტინ ლუთერს. საფრანგეთის რომელმა მეფემ გამოსცა ნანტის ედიქტი? ან მე-4. რა ეწოდებოდნენ საფრანგეთში ჟან კალვინის მიმდევრებს რელიგიური ომების პერიოდში? მაგათ ეწოდნენ უგენოდეს მეგობრებო. შემდეგი. რომელი მსჯელებაა მართებული საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ? აქეთ არის საკმაოდ კარგი პასუხი, რომ აი მე-16 საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ირანსა და ოსმალეთს შორის მიმდებარე ომის შედეგად მთელი საქართველო ოსმალთა გავლენის სფეროში მოექცა. ანუ პასუხი. გავაგზავნოთ ჩვენო ძვირფასო მეგობრებო. რომელი ფაქტია მართებული მე-16 საუკუნეში ოსმალთა ფლოტის მეთაურის ჰაირ ანდინის ბარბარობას შესახებ? ეს არის რომ თავს ესხმოდა იტალიის სანაპირო ქალაქებს. ანუ გეპასუხი. ნახოთ, შემდეგი რას გველოდება? რა მიზანს არ ისახავდა შაჰ-აბას პირველი კახეთის სამეფოში ლაშქრობებისას? ის რომ ის ციხესიმაგრეებიდან ოსმალეთის განდევნას. გეპასუხი არის სწორი. ამ შემთხვევაში. ვაგრძელებთ ჩვენ ტესტებს. რომელი პროტესტანტული სახელმწიფო ჩაერთო 30-დნიან ომში, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს? ეგენი იყვნენ მეგობრებო დანიის სამეფო. შემდეგი. რომელი მსჯელობაა მართებული ინგლისის სამოქალაქო ომის შესახებ? ამ შემთხვევაში აგერ არის ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, რომ თავდაპირველად ომი მეფის ხანდაჭერთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ პარლამენტის მომხრეებმა გაიმარჯვეს. ანუ გეპასუხი. შემდეგი. რომელი ფაქტია მართებული ნაპოლეონ ბონაპარტის შესახებ? ის რომ მან თავი გამოიჩინა ტულონის ალქის და საფრანგეთის რესპუბლიკის ჯარის რიგებში. ანუ გეპასუხი. შემდეგი. რა შედეგი დასრულდა 1871 წელს საფრანგეთ-პრუსიის ომი? ეს დაამთავრდა იმით, რომ საფრანგეთმა დაკარგა ელზისა და ლოთარინგია. შემდეგი. რომელი ქართული სამთავრო გაუქმდა რუსეთმა 1867 წელს? რადგან გაუქმდა მეგობრებო? სამეგრელოს სამთავრო. ცოტა დაგჭა მეგობრებო და ჩვენ დავამთავრეთ ჩვენ ტესტებს. რომელმა სახელმწიფომ გამოიყენა პირველად ტანკი პირველ მსოფლიო ომში? რა თქმა უნდა ინგლისმა. შემდეგი. ვინ იყო ლევ ტროცკი? ლევ ტროცკი იყო რუსეთის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ანუ ეგეც საკმაოდ ისეთი კითხვა არის. რომელი საზავო ხელშეკრულების პირობის საფუძველზე თვლიდა ოსმალეთის იმპერია 1918 წელს, რომ ბათუმი მას ეკუთვნოდა? ეს იყო ჩვენ მეგობრებო ბრესტის. კარგით, გავაგზავნოთ. რომელი რესპუბლიკის ოკუპაციით დასრულდა კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება? ეს დასრულდა
იცი, მართალი ბრძანდებით. საქართველოს. შემდეგი. რომელი ინფორმაცია მართებული საბჭოთა კავშირში განკულაგების პოლიტიკის შესახებ? ეს იყო რომ ეს რეპრესიები შეეხო შეძლებულ გლეხებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ კოლექტივიზაციას, ანუ ბეპასუხი. შემდეგი. რა საკითხს ეხებოდა 1938 წლის მიუნხენის შეთანხმება? ეს შეეხებოდა მეგობრებო ჩეხოსლოვაკიისადმი გერმანიის ტერიტორიული პრეტენზიების დაკმაყოფილებას, ანუ დეპასუხი. შემდეგი. და ჩვენი ბოლო კითხვა ტესტებში. რომელმა სახელმწიფომ გამოაცხადა ოფიციალურად ნეიტრალიტეტი მეორე მსოფლიო ომის დროს? ეს გამოაცხადა ესპანეთმა. ეგ არის მეგობრებო. იმედია სწორად გაქვთ თქვენ პასუხები. გავაგრძელოთ და შემდეგი რაც არის, ეს არის დავალებაშია მოცემული გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა და უპასუხეთ დასმულ კითხვებს, ხოლო პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას. დავალების მაქსიმალური ფულა არის 6. ახლა დავაკვირდეთ ჩვენ რუკას. რა არის, ხო მეგობრებო, რაც მნიშვნელოვანია. მანამდეც მე ეს მithქვამს და ეხლაც გავმეორდები შემდეგ საკითხზე, რომ უნდა კარგად დავაკვირდეთ რა აღნიშნებია, ხო, ეს შესაბამისად ქალაქი, დედაქალაქი ჰოსპიტალიერ რაინთა მიერ. აი, ჰოსპიტალიერ რაინთა მიერ. რის მანიშნებელია, მეგობრებო? რას ნიშნავს ეგ? ჰოსპიტალიერები. რაინთა ორდენი ხო გახსოვთ? შემდეგი კონტროლირებადი ქალაქი, ციხესიმაგრე, ალყა აღებული ქალაქის ციხესიმაგრე, ბრძოლის ადგილი, ლაშქრობის თარიღი, ჯარის წინსვლა, ჯარის უკუნძვა და საქართველოს სამეფო. და რო დააკვირდებით, ხო? აგერ ძალიან მნიშვნელოვნად უნდა ვიცოდეთ აი აქედან რომ მინდის შეტევა, რომელიც მე როგორც ხედავთ, აი აქაც და შესაბამისად ანკარასთან ჩვენ ხედავთ ბრძოლას, ხო? და აგრეთვე აი რას ნიშნავს, ხო, რომ ამათმა აიგეს ფირთვისი როგორც ალყაში. და შესაბამისად შემდეგი რა? შეუტიეს იერუსალიმს. უკარგეთ, პრინციპში გონი გავარკვიეთ თვითონ რუკა და გადავიდეთ თვითონ კითხვებზე და პარალელურად დაბრუნდეთ თუ საჭირო იქნება. ესე იგი, ვისი ლაშქრობები არის ასახული რუკაზე ლურჯი ფერის ისრებით? დაბრუნდებით კარგით რუკაზე და რას ხედავთ, ხო მეგობრებო? ლურჯი ისრებით წლები, თანაც მოხდავ საიდანაც მიდის ჩვენი ბრძოლა. გონით საათყოფს, ხო? რომ ეს არის თემურლენგი. ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი თემურლენგი. გავაგზავნოთ. რუკის მიხედვით რომელი ინფორმაცია მართებული საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ? აი თუ ჩვენ დავაკვირდებით, აი მე ტყუილად კი არ მithქვამს ლურჯ ისრებს დააკვირდით, ხო? აი ამ ლურჯ ისრებს. მოხდავთ აი აქაცაც მიდის, აქეთ. რას ნიშნავს ეგ? რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ლურჯი ისრებით აღნიშნულმა ჯარმა რამდენჯერმე დაელაშქრა საქართველო, გაიმარჯვა ბრძოლებში და აიღო ციხესიმაგრეები. ამიტომაც მე ვთქვი, რომ როცა აი რაღაც აღნიშნებია, ნიშნულოვანია, რომ კარგად დავაკვირდეთ. რუკის მიხედვით, რომელიც სახელმწიფო დალაშქრა ლურჯი ისრებით აღნიშნულმა ჯარმა? ოსმალეთის იმპერია, ხო, უკვე რადგან უკვე გავარკვიეთ რა ვინ და როგორ არის, უკვე შეგვიძლია არც დაბრუნდეთ უკან. შემდეგი. რუკის მიხედვით, ქრისტიანთა მიერ კონტროლირებადი რომელი ქალაქი აიღო ლურჯი ისრებით აღნიშნულმა ჯარმა ალყის შემდეგ? ჩვენი დავინახეთ, ხო, რომ სმირნა უღიათ რუკის მიხედვით. შემდეგი. რუკის მიხედვით რომელი ინფორმაცია მართებული ლურჯი და მწვანე ისრებით აღნიშნული ჯარების დაპირისპირების შესახებ? ეს არის მეგობრებო, რომ ლურჯი ისრებით აღნიშნულმა ჯარმა გაიმარჯვა და მცირე აზიაში მდებარე ტერიტორიები დაარბია. მაგიტომაც მე უკვე არაერთხელ მაგას ვიმეორებ და გავმეორდები, რომ როცა რუკას აკვირდებით, ჩვენ ხედავთ, ხო?
სადღაცა ტერიტორია დაარბიეს, სადღაცა ალყაში შემოარტყეს გარკვეული ტერიტორია თუ გარკვეული ციხესიმაგრე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირ მაგას ვიტყვი, რომ თუ კარგად არ ახარ გარკვეული იმაში რა აღნიშნები გააჩნია რუკას, ძალიან გაგიჭირდება ამ დავალების შესრულება. და შემდეგ ევროპის კონტინენტზე გამართული რომელი ბრძოლა არის ასახული რუკას? ნიკოპოლის. ეგა. ეს არის საკმაოდ საინტერესო დავალება ჩემო ძვირფასო მეგობრებო. იმიტომ რომ არის შემდეგი რამე. ყურადღებით წაიკითხეთ დავალება და უპასუხეთ დასმულ კითხვებს. კითხვაზე უპასუხეთ კონკრეტულად მოთხოვნილი მიზეზი ან შედეგი, ზოგადი ხასიათის მიზეზისა და შედეგის დასახელება არ შეფასდება, ამასთანავე პასუხი არ უნდა შეიცავდეს ფაქტობრივ შეცდომას. შემდეგი ის ორი დავალება ის არის, რომ შეფასდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პასუხებს ახლავს ლოგიკური არგუმენტები, რომლებსაც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას, მხოლოდ დასახელება არგუმენტის გარეშე არ ფასდება. და შემდეგიც დავალება არ შეფასდება შემდეგ შემთხვევაში, თუ არის მოტანილი მხოლოდ ანალოგია და არ არის დასაბუთებულად მოტანილი არგუმენტები. მოტანილია არგუმენტების ანალოგიის დასაბუთებლად, მაგრამ არ არის დასახელებული თავად ანალოგია. დასახელებული ანალოგია და დასაბუთებელი მოტანილი არგუმენტები ურთიერთშესაბამებაო. ნუ დავალების მაქსიმალური ქულა 5. ძალიან კარგი. შევუდგეთ ახლა ჩვენ პასუხების გაცემას. ნუ შესაბამისად სამწუხაროდ მე ვერ შეძლებ ეკრანზე პასუხის აღნიშნას, მაგრამ მომისმინეთ ყურადღებით და ფიქრობ თქვენთვის გასაგები იქნება. ესე იგი, ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში რომის რესპუბლიკაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პომპეუსი და კეისარი. ეს არის ესე იგი ჩვენი სიტუაცია. ახლა შემდეგი ისმის კითხვები. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული პოლიტიკური შედეგი. მაგალითად ის, რომ დაპირისპირებაში კეისარმა გაიმარჯვა და რესპუბლიკაში დიქტატურა დაამყარა. საკმაოდ კარგი პასუხია ამ კითხვაზე. შემდეგი. რომის რესპუბლიკის მოქალაქეთა რომელი ჯგუფისთვის იყო ეს დაპირისპირება დადებითი შედეგის მომტანი და უცილებლად მოიტანეთ არგუმენტები თქვენი მოსაზრების დასამტკიცებლად. ეს რასაკვირველია მეგობრებო იყო პლებეებისთვის, რადგან კეისარმა სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ შეამცირა ვალები და მოაწესრიგა პურის დარიგების სისტემა, რამაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესა პლებეების მდგომარეობა. შემდეგი. რომის რესპუბლიკის მოქალაქეთა რომელი ჯგუფისთვის იყო ეს დაპირისპირება უარყოფითი შედეგის მომტანი და უცილებლად მოიტანეთ არგუმენტები თქვენი მოსაზრების დასამტკიცებლად. აქეთ რასაკვირველია იყო უარყოფითი სენატორებისთვის, ხო? ახლა რატომ? იმიტომ რომ კეისრის დიქტატურამ მნიშვნელოვნად შეზღუდა სენატორების უფლებები, ყველა მათგანი კეისრის მითითებით ინიშნებოდა და რითაც სენატორების როგორც უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის რეალური ძალაუფლება დაიკარგა. შემდეგი ჩვენი კითხვა. დაასახელეთ ანალოგიური მოვლენა რომის რესპუბლიკის ისტორიიდან და უცილებლად მოიტანეთ ორი არგუმენტი ამ ანალოგიის დასადასტურებლად. ესე იგი, ეს არის რომ ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში რომის რესპუბლიკაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სულა და მარიუსი. გეგცნობათ ეგ ისტორიიდან. რა არგუმენტები შეგვიძლია მოვიტანოთ? პირველი არგუმენტი ეგ არის, რომ როგორც სულა ისე პომპეუსი სამოქალაქო ომში წარმოადგენდნენ ოპტიმატების ინტერესებს, ხოლო მარიუსის და კეისარის პოპულარების ფრაქციას მიეკუთვნებოდნენ და ძალაუფლების მოსაპოვებლად სახალხო კრებებსა და პლებეების ხარდაჭერას იხდნობოდნენ. რაც შეეხება მეორე არგუმენტს, რომ ორივე მოვლენა გადაიზარდა სამოქალაქო ომში, რომლის დროსაც დაერგვა რესპუბლიკური კანონმდებლობა და ორივე დაპირისპირება დასრულდა გამარჯვებულის მიერ დიქტატურის დამყარებით. ასე და ამგვარად ჩვენ შევასრულეთ ეგ დავალება და მივედით საკმაოდ შრომატევად და საინტერესო დავალებასთან. ახლა მე ყურადღებით თქვენთან ერთად წავიკითხავ ტექსტს, თქვენს დააკვირდით, ყურადღებით მომისმინეთ და მე შესაბამისად გადავიდეთ კითხვაზე და გავცეთ კითხვებს პასუხები. ეს კი ამ ვარიანტში რასთანაგვარ ჩვენს საქმე. წარმოდგენილია 1812 წლის საჯანყება.
დავიკითხოთ კითხვა. დავიწყოთ კითხვა. ხალხის უკმაყოფილების მიზეზები 1812 წელს მეტი იყო ვიდრე მე-19 საუკუნის დამდეგზე. რუსეთის არმიის რიცხვი იზრდებოდა და შესაბამისად გლეხობაზე დაკისრებული ტვირთი უფრო მძიმდებოდა. აუტანელი იყო მოსახლეობისთვის სასურსა თუ გადასახადი პურის ჩაბარება გაყიდვა. რუსეთის მთავრობით უკმაყოფილებდნენ ქართველი თავადებიც. 1812 წლის 31 იანვარს ახმეტელებმა, რომლებსაც მეზობელი სოფლების გლეხებიც შეუერთდნენ, საეგზეკუციოდ რაზმი განდევნეს. აჯანყება ენვის ისწრაფით გავრცელდა და მთელ კახეთს მოედო. აშკარად ჩანდა, რომ აჯანყებულებს გამოცდილი ხელმძღვანელობა ჰყავდათ და კარგად შედგენილი. გეგმაც გააჩნდათ. აჯანყებულებმა ერთდროული თავდასხმებით ალყა შემოარტყეს განცალკევებულ საოკუპაციო რაზმებს და დაამარცხეს. მშრალ ხევსურეთიც აჯანყდა. 10 თებერვალს 1000 კაცისგან შემდგარი მშრალ ხევსურ თეატრალების რაზმი არაგზე სამხედრო გზის რაიონში გავიდა. აჯანყებულებმა საგუშაგოები აიღეს და ანანურს ალყა შემოარტყეს. თებერვლიდან რუსთა ჯარების სარდლობა აჯანყებულთა წინააღმდეგ უკვე საერთო შეტევაზე გადავიდა. 10 მარტს აჯანყების პირველი ეტაპი დასრულდა. კახელებმა მთავრობას თქვეთ რუსი ჯარისკაცები დაუბრუნეს. თავმჯდომარეები აჯანყებულთა მიმართ დროებითი დათმობის გზას დაედგა. კახეთში კაპიტან ისპრავნიკის თანამდებობა გაუქმეს და მის მასად მოურაბა აღადგინეს. საკმაოდ საინტერესო მგონი მეგობრებო და თანაც გასაგები ტექსტია. 1812 წელს ზაფხულში ნაპოლეონის არმია რუსეთში შეიჭრა. არ იყო დასრულებული ომი ირანთანაც, რომელიც ცდილობდა ესარგებლა რუსეთის კრიტიკული მომენტით და ძველი ბატონობის აღდგენას ლამობდა. ასეთ ვითარებაში 1812 წელს შემოდგომაზე კახეთში კვლავ იფეთქა აჯანყება, რომელსაც ამჯერად ალექსანდრე ბატონიშვილი ხელმძღვანელობდა. რუსთა ჯარს სამხედრო წყობითა და იარაღით დიდი უპირატესობა ჰქონდა აჯანყებულებთან შედარებით. ბატონიშვილმა ეს კარგად იცოდა და ამიტომ მოწინააღმდეგეს პარტიზანული ომი გაუმართა. აჯანყებულთან შემდგომი წარმატება იმით აღინიშნა, რომ ქართველთა 6000-იანმა ლაშქარმა სამხედრო გზა დაიკავა. მეამბოხეთა ხელში აღმოჩნდა ხევიც, მაგრამ მთავრობის მიერ თავის დროზე მიღებულმა ღონისძიებებმა ისნა რუსეთის სარდლობა მარცხისგან. სამხედრო გზა ისევ დაიბრუნეს და ჩრდილო კავკასიიდან დამხმარე ჯარიც მოვიდა. კახეთში ომი გრძელდებოდა. 10 ოქტომბერს შილდასთან სასტიკ ბრძოლაში, რომელმაც 7 საათს გასტანა, ალექსანდრეს ლაშქარმა უკან დაიხია. გენერალმა დიმიტრი ორბელიანმა გაადაბუკა სოფლები შილვა და საბუე, სადაც ბახ-ვენახები მთლიანად აკაფეს. რუსეთსა და სპარსეთს შორის საზავო მოლაპარაკება უშედეგო დამთავრდა. აბას მირზამ ალექსანდრე ბატონიშვილთან შესაერთებლად და რუსთა განსადევნად თბილისზე გალაშქრება გადაწყვიტა, მაგრამ რუსეთმა დაასწრეს და დაამარცხეს. გავაგრძელოთ ბოლო გვერდიც. მთავრობის გაერთიანებულ ჯარებთან ბრძოლაში ალექსანდრემ დაამარცხა და მისი ჯარი დაიშალა. ალექსანდრე თავისი ფლებ-ბიუთურ შატილში ავიდა. მარტსმა ალექსანდრე ბატონიშვილის სულიერად და ფიზიკურად ვერ გასტეხა. ხევსურეთიდან იგი ბრძოლას განაგრძობდა და კავკასიის მთიელებს რუსთა ბატონობის წინააღმდეგ გადამწყვეტ ომში მოუწოდებდა. 1813 წლის მაისში პატარა ხევსურეთს 3000 მეომრისგან შემდგარი ჯარი შეესიეს. შატილის მისადგომებთან მოხდა განუმეორებელი უთანასწორო ბრძოლა. ძველი რიცხოვან ხევსურსა და კარგად შეიარაღებულ მრავალრიცხოვან რეგულარულ ჯარებს შორის. დამჟელმა ჯარმა ხევსურთა 20 სოფელი, მათ შორის შატილი დაანგრია. აჯანყების დამარცხების შემდეგ აჯანყების დროს აღდგენილი მოურავის ნაცვლად სოფელში მეთვალყურე ზედამხედველი ინიშნებოდა. კარგით. ეს არის წარმოდგენილი მეგობრებო საქართველოს ისტორიის ნარკვევების ტომი მე-4 თბილისი 1973 წელი. ახლა გადავიდეთ უშუალოდ მოდით კითხვებზე და შევეცადოთ კითხვებზე გავცეთ პასუხები. პირველი კითხვა.
ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით მოიტანეთ ერთი არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება ყოფილიყვნენ რუსეთის მთავრობით უკმაყოფილო ქართული თავადები. 1801 წელს რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმებით არისტოკრატიამ დაკარგა ტრადიციული პოლიტიკური ძალაუფლება და სახელმწიფოს მართვა გამგეობის სადავეები. შემდეგი კითხვა. დოკუმენტის მიხედვით რა სამხედრო წარმატებას მიაღწიეს აჯანყებულებმა სამხედრო გზის მიდამოებში აჯანყების პირველ ეტაპზე. აჯანყებულებმა მოახერხეს საგუშაგოების აღება და ახლა შემოარტყეს სანანურს, ხო? ტექსტიდან გამომდინარე. დოკუმენტის მიხედვით რა ეწოდებოდა კახეთში აჯანყებიდან დანიშნულ რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოხელეებს. მაგათ კაპიტან ისპრავნიკები ერქვათ, ხო? ეგ დასაწყისში წავიკითხეთ. შემდეგი. დოკუმენტში არსებული რა ინფორმაცია ადასტურებს, რომ ქართველებიც მონაწილეობდნენ აჯანყებულთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს რო გენერალი დიმიტრი ორბელიანის სახელი და გვარი, რომელმაც სოფლები შილდა და საბუე გადაბუგა, ხო და მიუთითებს, რომ რუსეთის იმპერიის სამსახურში მყოფი ქართველებიც მონაწილეობდნენ აჯანყების ჩახშობაში. შემდეგი. დოკუმენტში არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, რა ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით რატომ იყო მნიშვნელოვანი რუსეთის ხელისუფლებისთვის სამხედრო გზა. დოკუმენტის აღნიშნულია, რომ სამხედრო გზის დაბრუნების შედეგად რუსეთის სარდლობამ მოახერხა ჩრდილო კავკასიიდან დამხმარე ჯარის შემოყვანა. ისტორიული კონტექსტით საქართველოს სამხედრო გზა კავკასიონზე გამავალი ერთადერთი მთავარი გზა იყო. შემდეგი კითხვა. დოკუმენტის მიხედვით კონკრეტულად როგორ აისახა აჯანყების საბოლოო მარცხი კახეთში რუსეთის მიერ შემოღებულ მმართველობაზე. აჯანყების დამარცხების შემდეგ გაუქმდა მოურავის თანამდებობა, რომელიც უშუალოდ აჯანყების მიმდინარეობისას იყო ადგენილი. გაუქმებული მოურავის ნაცვლად სოფლებში დაინიშნენ მეთვალყურეები. შემდეგი. დოკუმენტის მიხედვით სრულად ჩამოთვალეთ რა საგარეო საფრთხეები ჰქონდა რუსეთის იმპერიას აჯანყების მეორე ეტაპის დაწყების წინ. ეს რო იყო მეგობრებო ის, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრილი იყო ნაპოლეონის არმია, გრძელდებოდა ომი ირანთან, რომელიც რუსეთის რთული მდგომარეობის სარგებლობას ცდილობდა. შემდეგი. დოკუმენტის მიხედვით ბრძოლის რა ტაქტიკა აირჩია ალექსანდრე ბატონიშვილმა და რატომ. მაგან ამოირჩია პარტიზანული ომის ტაქტიკა და ამის მიზეზი იყო, რომ რუსეთის რეგულარულ ჯარს აჯანყებულებთან შედარებით აშკარა უპირატესობა ჰქონდა სამხედრო წყობასა და იარაღში. და ბოლო კითხვა არის. შემდეგ გვერდზე ორი ცალია კიდე ძალიან კარგი. დოკუმენტის მიხედვით ვისი დახმარების იმედი შეიძლება ქონოდა ალექსანდრე ბატონიშვილს აბას მირზას გარდა და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით თქვენი აზრით რამდენად რეალური იყო ის იმედი, მოიტანეთ კონკრეტული არგუმენტი საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად. უნდა ვთქვათ, ხო მეგობრებო, რომ ალექსანდრე ბატონიშვილს კავკასიის მთელების დახმარების იმედი ჰქონდა, ეს იმედი ნაკლებად რეალური იყო. თველებს არ გააჩნდათ ერთიანი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომ რუსეთის არმიისთვის ზოლაში გადამწყვეტი წინააღმდეგობა გაეწია და საქართველოსთან განედებნათ. და ბოლო კითხვა. დოკუმენტის მიხედვით სად გაიმართა ბოლო ბრძოლა და რა კონკრეტული შედეგები მოყვა მას. ის იყო შატილის მისადგომებთან და ბრძოლის შედეგად დამჟელებმა სამხედრო ნაწილებმა დაანგრიეს 20 ხევსურული სოფელი. ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ტესტის განხილვის პირველი ვარიანტი. იმედია თქვენთვის გასაგები იყო, საინტერესო იყო, სწორი პასუხებიც გაქვთ და მადლობა თქვენ ყურადღებისთვის, ეს იყო ჩვენი პირველი ვარიანტი. აუცილებლად შევეცდები, რომ მეორე და მესამე ვარიანტიც დავდო, რათა უკვე სრულყოფილად გქონდეთ სამივე ვარიანტის განხილვა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და მე წარმატებებს გისურვებთ.